ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორმა ფოთის მერიამ რესურს ცენტრის დახმარებით გამოვლენილ წლის საუკეთესო პედაგოგებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა. საჯარო სკოლების პედაგოგებთან ერთად ასევე დააჯილდოვეს სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელები, კოლხური კულტურის მუზეუმის დირექტორი, ფოლკლორის ცენტრის სამხატვრო და სამუსიკო სასწავლებლების წამყვანი სპეციალისტები. მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ყველა პედაგოგს, ყველას უსურვო ბედნიერ საქართველოში ცხოვრება, ბედნიერი მომავალი მინდა უსურვო, სტაბილურობა მინდა უსურვო. სულ რამოდენიმე დღეში მოგეხსენებათ არის არჩევნები, სიმშვიდეა ქალაქში, სიმშვიდეა ქვეყანაში და მინდა რომ ყველა ადამიანი მივიდეს და დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო ვალდებულება. ღონისძიება ქალაქში წლების მანძილზე მოღვაწე დამსახურებულ პედაგოგთა ფოტოკოლაჟის ილუსტრირებით დაიწყო. უჩვეულოდ ამაღელვებელია დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ერთგვარი შეჯამება იმ შრომისა, რაც გასულ წელს გავწიეთ მასწავლებლებმა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქალაქის ტრადიციად იქცა ეს დღე, აღნიშნოს მასწავლებლის დღე და დღევანდელი საიუბილეო საღამო განსაკუთრებით იყო ძალიან ამაღელვებელი, დასაწყისი განსაკუთრებით ის ფოტოები, ის მატიანე, ჩვენი ქალაქის პედაგოგიური კოლექტივის ისტორია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამისათვის ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. მიხარია ჩვენი პედაგოგიური კოლექტივის წარმატებები და კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ ამ წარმატებას და რა თქმა უნდა ეს დაჯილდოვება არის სტიმული კარგი იმისათვის, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვიშრომოთ და ვიღვაწოთ. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო სრულიად პედაგოგიურ საზოგადოებას. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო და მისასალმებელი იყო თითეული პედაგოგისათვის დღევანდელი დღე. მიხარია რომ განსაკუთრებით მინდა გამოყო მესამე წელია უკვე IPM ტერმინალი განსაკუთრებით გამოყოფს დაწყებითი კლასების პედაგოგების ღვაწლს და წამახალისებელი პრემიებით აჯილდოებს წარმოდგენილ კანდიდატურებს და მე მოხარული ვარ რომ დღეს მერგო IPM ტერმინალის მიერ მინიჭებული პირველი პრემია და ჩემთან ერთად მინდა მიულოცო ყველა იმ პედაგოგს ის პრემია და ის ჯილდო, რომელიც ამა თუ იმ სხვადასხვა საზოგადოების მიერ იქნა მინიჭებული და განსაკუთრებით მინდა მიულოცო დღევანდელი დღე ჩვენი სკოლის მესამე საჯარო სკოლის პედკოლექტივს. მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საღამო დედაქალაქიდან მოწვეულმა მომღერლებმა, ლაშაღლონდმა და თბილისურმა კვარტეტმა დახურეს. ისინი მაყურებლის წინაშე ცოცხალი შესრულებით პოპულარული ქართული სიმღერების რეპერტუარით წარდგნენ. ძალიან მოხარული ვართ, რომ ასეთ ორიგინალურ დღესასწაულზე ვართ მოწვეული. მასწავლებლის დღე განსაკუთრებულია და ალბათ ენით აუწერელია ის ემოცია, რაც ჩვენ ვიგრძენით და რაც ჩვენ გაგვიზიარა საზოგადოებამ, რომელიც კონცერტს ესწრებოდა. დიდი სიამოვნებით იმღერებს თბილისური კვარტეტი თქვენთან მრავალჯერ, იმიტომ რომ პუბლიკამ ყოველგვარ მელოდიის გადააჭარბა. მსგავსი სახის ღონისძიებას ფოთის მერია ყოველწლიურად მართავს.